სიტყვა გმირის მოსმენისას თვალწინ ყოველთვის წარმოგვიდგება ფილმების პერსონაჟები, რომლებსაც ზებუნებრივი ძალები აქვთ. თუმცა რეალურ ცხოვრებაში ნამდვილი გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ისინი ყველაზე რთულ მომენტებშიც კი მზად არიან სხვების სიცოცხლე ნებისმიერ ფასად გადაარჩინონ. ამ ეპიზოდში ნამდვილ გმირებს გაჩვენებთ. Come on, buddies. You okay? Come on, guys. You coming? Come on. You need help? Hi. Hi. You coming? ორი ძაღლი მოულოდნელად ყინულიან წყალში ჩავარდა. წყალი იმდენად ცივი იყო, რომ ცხოველებს იქიდან დამოუკიდებლად ამოსვლის შანსი არ ჰქონდათ. საბედნიეროდ, ერთ-ერთმა გამვლელმა ძაღლები შენიშნა და მის წინ გაჩერებულ პოლიციელს დახმარება სთხოვა. პოლიციელმა, რომელმაც იცოდა, რომ ასეთ მომენტებში ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, ძაღლების წყლიდან ამოყვანა დროულად შეძლო. Good boys. Come on. ცხოვლის მიერ დაშვებული შეცდომის გამო მანქანა გზიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა, სადაც ის ძლიერმა დინებამ მაშინვე წაიღო. ავტომობილში მყოფი ქალის სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგანაც ის ფსკერისკენ მიმავალი მანქანიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, მაგრამ საბედნიეროდ ამ სიტუაციას რამდენიმე ადამიანი შეესწრო. ისინი წყალში ჩახტნენ და ქალი მანქანიდან დროულად გამოიყვანეს. Is there someone else in there? Is there anyone else? I know I'm getting it. Life jacket! Life jacket! ამ კადრებზე ჩანს თუ როგორც ცდილობს მოხუცი ქალი რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლას იმ მომენტში, როდესაც მატარებელი უკვე ძალიან ახლოსაა. თვითმხილველი, რომელიც ამ სახიფათო სიტუაციის მომსწრე გახდა, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე ქალისკენ გაიქცა და მას ლიანდაგიდან გადასვლაში დაეხმარა. ჰარდერვაიკის მახლობლად მდებარე გზატკეცილზე ძღოლმა შენიშნა, რომ მის წინ მიმავალი ავტომობილი საეჭვოდ მოძრაობდა. ძღოლი მანქანის წინ ჩადგა და შეჯახების წყალობით მეორე ავტომობილი გააჩერა. მისი მანქანა დაზიანდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ უფრო სერიოზული ავარიის წარმოქმნას ხელი შეუშალა, რამაც საბოლოოდ საშიშ სიტუაციაში აღმოჩენილი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ფილიპინებში მცხოვრებ ამ ძღოლს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მისი ერთი თითქოს და ჩვეულებრივი, მაგრამ რეალურად გმირული საქციელის ამბავს უამრავი ადამიანი გაიგებდა. გზაზე მან პატარა ლეკვი შენიშნა, რომელიც გზის შუაგულში გაჩერებულიყო და მოძრაობას ვერ აგრძელებდა. ამ სიტუაციაში სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ცხოველს უბრალოდ გვერდსაულიდა, მაგრამ იმ დღეს ლეკვს ნამდვილად გაუმართლა. ცხოველის გზაზე დატოვების ნაცვლად ძღოლმა გადაწყვიტა ლეკვი თან წაეყვანა და მას შეეზრუნა. ეს ქმედება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ სწორ გადაწყვეტილებას ადამიანის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალოს. Police department. Is anybody in there? The garage. Try to boot this. პოლიციის თანამშრომლები ცეცხლის ალში გახვეულ სახლთან მივიდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ დახმარებას არავინ ითხოვდა, თანდა რომ სახლიც არიელი იყო, მაგრამ მათ სახლში ამოწმეს და ერთ-ერთ ოთახში გამოკეტილი 3 ძაღლი აღმოაჩინეს. მათი წყალობით ცხოველები გადარჩნენ. ავსტრალიის ერთ-ერთი ქალაქის მახლობლად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის დროს მეხანძრემ შემთხვევით პატარა კენგურუ დაინახა. უმწეო ცხოველი შეშინებული, დეზორიენტირებული და სრულიად დაუცველი იყო. მეხანძრემ ის ხელში აიყვანა და სახიფათო ადგილს სასწრაფოდ მოაშორა. სნოუბორდისტი ზვავის ზონაში აღმოჩნდა. რამდენიმე წამში პოულის მასამ ის თითქმის მთლიანად დამარხა. ბიჭს მოძრაობა არ შეეძლო, ამიტომაც ის დამოუკიდებლად თოვლიდან ამოსვლას ვერ შეძლებდა. საბედნიეროდ, ბიჭის სიახლოვეს სხვა ადამიანებიც იყვნენ, რომლებმაც მისი დახმარება სწრაფად შეძლეს და ის თოვლიდან ამოიყვანეს. I'm trying, bro. Can you breathe? Yeah, I can breathe. Okay, that's the most important thing. Holy scared me. Oh, he's free. He's free. Oh my
hard. გზაზე მიმავალმა გოგონამ შენიშნა თუ როგორ ცდილობდა ხანდაზმული კაცი მანქანის გადაადგილებას. აშკარა იყო რომ დახმარების გარეშე ის საქმეს თავს ვერ ართმევდა. ამიტომაც გოგონამ საკუთარი ავტომობილი გააჩერა და მაშინვე მოხუცის დასახმარებლად წავიდა. აი როგორ გამოიყურებიან ნამდვილი გმირები. დიდი ზომის გარეულ ცხოველებთან მიახლოვება ყოველთვის სახიფათოა, თუმცა ზოგჯერ თანაგრძნობა შიშზე ძლიერია. ლოსი გაყინულ მდინარეში ჩავარდა, საიდანაც მას ამოსვლა არ შეეძლო, მაგრამ მის სიახლოვეს რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც ყინული სწრაფად დაამტვრიეს და ცხოველი წყლიდან ამოიყვანეს. Yes. მეხიკოში ძლიერი წყალდიდობის დროს ქალაქის ქუჩები ნამდვილ მდინარეებად გადაიქცა. სტიქი ადამიანებისთვისაც კი წარმოუდგენლად სახიფათო იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ ცხოველებზე. ამიტომაც ერთ-ერთ ქუჩაზე გამლელებმა სკამებისგან პატარა ხიდი შექმნეს, რათა ძაღლს ძლიერ წყალში უსაფრთხოდ გაევლო. ბრმა კატა შემთხვევით წყალში ჩავარდა და დინებას ის თანდათან უფრო და უფრო შორს მიხავდა. ერთმა გოგონამ კატა შენიშნა და სასწრაფოდ წყალში ჩავიდა. ვინ იცის, როგორ დასრულდებოდა ეს ამბავი, რომ არა ეს გოგო. ვიცი მხოლოდ 5 საათის დაბადებული იყო, როდესაც ის შემთხვევით თხრილში ჩავარდა. საბედნიეროდ, ცხოველის თხრილში ჩავარდნის მომენტი რამდენიმე ადამიანმა დაინახა. მალევე, ერთ-ერთმა მათგანმა კვიცით თხრილიდან ამოიყვანა და დედასთან დააბრუნა. We're helping guys. 6 წლის ბავშვი შემთხვევით სახლში დაბრუნებისას არასწორ გაჩერებაზე ჩამოვიდა. როდესაც ამ ქალმა დაბნეული ბავშვი შენიშნა, ის მასთან მივიდა. დეტალების გარკვევის შემდეგ ქალი ბავშვს სახლამდე მისვლაში დაეხმარა. Do you know mommy's phone number? Maybe she's looking for you. Do you think she's looking for you? ურბანული გარემო შეიძლება განსაკუთრებულად საშიში იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. წარმოიდგინეთ, რამდენად რთული იქნება 8-ზოლიანი გზის გადაკვეთა უსინათლოსთვის. საბედნიეროდ, მოტოციკლისტმა უსინათლო შენიშნა და გაჩერდა. მოტოციკლისტი მამაკაცს არა მხოლოდ ქუჩის გადაკვეთაში დაეხმარა, არამედ ის მაღაზიამდეც მიიყვანა. გზაში მათ საუბრის წამოწყება და დამეგობრებაც კი მოახერხეს. Yeah, I'm right here with you. Yeah, you're right. There is an Office Depot. Anything else? I'll see you around. I'm a neighbor, so we're friends. So I'll see you around, I'm sure. If I see you, I'll make sure I stop and come say hi, all right? Yeah, do that. Take care, sir. Okay, man. Have a good one. ზოგჯერ მირობა სიცოცხლის გადარჩენას კი არა, საკუთარ გამარჯვებაზე უარის თქმას გულისხმობს. სირბილში შეჯიბრის დროს ერთ-ერთმა მორბენალმა შენიშნა, რომ მისი კონკურენტი ფინიშის ხაზიდან სულ რაღაც რამდენიმე მეტრში ცუდად გახდა. ასეთ სიტუაციაში მყოფი ადამიანების უმეტესობა სირბილს გააგრძელებდა და შედეგზე კონცენტრირდებოდა, მაგრამ ამ ქალმა სხვა რამ გააკეთა. ის გაჩერდა, კონკურენტს მხარში ამოუდგა და მას ფინიშის ხაზამდე მისვლაში დაეხმარა. უფრო მეტიც, მან შეგნებულად დათმო პირველი ადგილი. აი ეს მეეზოვე კი ხანდაზმულ ქალს სახლში მისვლაში დაეხმარა. ადამიანების რეალურ ბუნებას ყველაზე უკეთ მისი გადაწყვეტილებები გამოხატავს. God bless you as always, darling. You're looking good, like that hair. You got it down. I got to work on mine. See you later, darling. ენოტი სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდა. მის გარშემო ძლიერი დინება იყო. უსაფრთხო ნაპირამდე მიცურვა კი შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ ეს სიტუაცია რამდენიმე ადამიანმა შენიშნა. ერთ-ერთმა მათგანმა ნაკაწრებისა და დაკბენის რისკის მიუხედავად, ცხოველი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.
ბრაზილიის ერთ-ერთ შტატში მაშველები ძლიერი წყალდიდობის დროს დატბორილ ტერიტორიებს პატრულირებდნენ. მალევე მათ ძაღლი შენიშნეს, რომელსაც უკვე ძალა დაეკარგა და როგორც ჩანს, უკვე ბედს შეჰყუებოდა. თუმცა მაშველებმა დაუძლურებული ცხოველი ნავზე აიყვანეს და ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. Depois que tu botar a corda nele, Rui, tem que dar pra ele depois não tirar essa corda. Deixa eu sair daqui, Pinho. Tá. Pesado. Ai, graças a Deus. Deu, bem, pronto. მეხანძრეებისთვის დაშავებული ცხენის გადარჩენა მასშტაბურ სამაშველო ოპერაციად იქცა. ცხოველი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამიტომაც ფიქრის დრო არ იყო. ცხენის ვეტერინართან რაც შეიძლება სწრაფად გადასაყვანად, ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო. მაშველების კოორდინირებული მუშაობის წყალობით ცხოველი გადარჩა. მოტოციკლისტმა გადაწყვიტა საკუთარი მაგალითით ეჩვენებინა, რომ სიკეთის გამოხატვას დიდი ძალის ხმევა არ სჭირდება. მან შენიშნა, რომ ერთ-ერთი ადამიანის მანქანა მწყობრიდან გამოსულიყო. მან მხოლოდ რამდენიმე წუთი დახარჯა, მაგრამ ეს წუთები თულ სიტუაციაში მყოფი ადამიანისთვის უდიდესი დახმარება აღმოჩნდა. Down on the right. Another foot or so, just get your back out of the. That'll do. Okay. როდესაც ლიფტი მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა, კურიერის პირველი ინსტინქტი უცნობი ქალისა და მისი ბავშვის დაცვა იყო. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვეულებრივი გარეგნობის მიღმა ნამდვილი სუპერგმირი იმალებოდა. მამაკაცი ქუჩაში გოგონას აგრესიულად ესაუბრებოდა. დაძაბულობა იზრდებოდა და სიტუაცია კიდევ უფრო სახიფათო ხდებოდა. გამლელთა ნაწილმა უბრალოდ გადაწყვიტა, რომ ეს მათი საქმე არ იყო, მაგრამ ერთი ადამიანი სხვაგვარად მოიქცა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ყველაფერი სოციალური ექსპერიმენტის ნაწილი იყო, მაგრამ დადგმული სცენის მიუხედავად, ამ ადამიანის რეაქცია ყველაზე ნამდვილი იყო. ავტომობილის მძღოლი დაიძაბა, როდესაც მის მანქანას პოლიციელი მიუახლოვდა. ის ფიქრობდა შესაძლო ჯარიმაზე, საბუთების შემოწმებაზე ან სხვა მიზეზებზე, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებული იყო. პოლიციელს უბრალოდ მისი დახმარება სურდა. მან მოქალაქის ავტომობილიდან თოვლი გადახვედა. ეს ეპიზოდი გვახსენებს, რომ ადამიანს ყველაზე უკეთ არა მისი პროფესია, არამედ მოქმედებები გამოხატავს. ამ ადამიანს ინსტრუმენტების მოსატანად სახლში წასვლაც კი დასჭირდა, რათა მას კედელში გაჭედილი ფრინველის დახმარება შესძლებოდა. მხოლოდ რამდენიმე წუთის დახარჯვით მან ცოცხალი არსების სიცოცხლე გადაარჩინა. ზოგჯერ ყველაზე პატარა ძალის ხმევასაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. Kijk, het gaat nog goed met hem ook. ამ კაიაკერმა შენიშნა ადამიანი, რომელიც ძლიერი დინებიდან ამოსვლას ვერ ახერხებდა. ყოველგვარი ფიქრის გარეშე მან ნავი მიატოვა და დახმარებისთვის გაიქცა. საბედნიეროდ, ახლოს კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ერთად, მათ სახიფათო სიტუაციაში მყოფი ადამიანის წყლიდან ამოყვანა მოახერხეს. ეს ისტორიები ერთ მარტივ იდეას აერთიანებს. გმირობა ყველას შეუძლია. ამისათვის კი სუპერძალები ან განსაკუთრებული გარემოებები საჭირო არა. სოფლიოს არა ხმამაღალი სიტყვები, არამედ დროულად მიღებული გადაწყვეტილებები ცვლის. და ვინც ის იქნება ერთ დღეს ამ წარმოუდგენელი ისტორიების ნაწილად თქვენი გმირული საქციელიც იქცეს.